ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე გავუძღვები თენგო ომანიძე. დღეს კი ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. მოგესალმებით. დღეს ღირსშესანიშნავი დღესასწაულია, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე არის, დიდი ქართველი წიგნობარის, მოღვაწის, წმინდანის დღესასწაული. მე მინდა მიულოცო, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს ეს დღე და მოგილოცოთ თქვენს. ალბათ საინტერესო იქნებოდა, რომ სწორედ აი ამ თემით გავხსნათ ჩვენი დღევანდელი ეთერი. ულოცავს სრულიად საქართველოს, სრულიად საქრისტიანოს, დიდი ქართველი წმინდანის ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს. ანთიმოზ ივერიელი მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდე ჭაბუკობაში მოიტაცეს თურქებმა, სამცხე-ჯავახეთში, იგი სოფელ ლუდეში ცხოვრობდა, იგი ანდრია, როგორც ცნობილია, ანდრია ხურციძის ოჯახშია დაბადებული. ჭაბუკი სადღაც 15-16 წლისა მოიტაცეს, მაშინ ახლა მოგეხსენებათ, ოსმალეთის იმპერია იყო დაუძინებელი მტერი საქართველოსი და სტამბოლის ბაზარზე გაყიდეს ჭაბუკი ქართველი და აი ახლა აღარ მოყვები მთელი ისტორიის მოყოლას, მაგრამ ადამიანი, რომელიც იქცა უდიდეს დიდმოწამედ არა მარტო რუმინეთის, არამედ მთლიანად მსოფლიოს საქრისტიანოსი და ბუნებრივია საქართველოსი, ასევე რუმინეთის ეროვნულ გმირის დონეზე აყვანილი ანთიმოზ ივერიელი. მიტროპოლიტის ხარისხში იყო, ფაქტიურად მიტროპოლიტი კი არა, მთლიანად ეკლესიის წინამძღვარი იყო, რუმინეთის ეკლესიის წინამძღვარი. იგი 1716 წელს აწამეს თურქებმა, წამებით აღესრულა. იგი ხმლით ხელში იბრძოდა რუმინეთის დასაცავად ამ მოძალებული ურჯულო თურქებისაგან და აი ესე წამებით აღესრულა. მას უდიდესი ღვაწლი აქვს არა მარტო რუმინეთის ისტორიაში, სადაც 20-ზე მეტი ეკლესია, მონასტერი ააგო, ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა ბერმონაზრულ ცხოვრებას. გარდა ამისა, იბრძოდა ძალიან თავდადებით რუმინული სალიტერატურო ენის სიწმინდისათვის და საეკლესიო სიწმინდისათვის თვითონ რუმინეთში. მოგეხსენებათ, რომ ოსმალეთის იმპერია შეჭრილია იქით ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც და ევროპაშიც და თავისი გავლენის სფეროები აქვს კი არა, ვასალები ყავს ფაქტიურად და აი ქრისტიანობისათვის ბრძოლაში ესეთი თავდადებული ქართველი, რომელმაც ევროპაში წარუშლელი კვალი დატოვა თავისი ცხოვრებით, ეს არის ანთიმოზ ივერიელი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და კურთხევა. იგი 1650 წელს არის დაბადებული, 1716-ში წამებით აღესრულა და ფაქტიურად ახალგაზრდა 66-67 წლის. მას უდიდესი ღვაწლი აქვს ახლა რუმინეთის ისტორიაში, ეს ცალკე თემა. მოკლედ თქვი, ეკლესია მონასტრების აღდგენა, რუმინული ენის სიწმინდე, საეკლესიო გალობის და ლოცვანი და ასე შემდეგ, ეს რაც თეოლოგიურ საღვთისმეტყველო კუთხით, მაგრამ აი საქართველოში სწორედ მისი ინიციატივით, მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ქართული სტამბა, ქართული წიგნის ბეჭდვა, ეს იქნება ვეფხისტყაოსანი 1709 წელს, ეს იქნება იტალურ-ქართული ლექსიკონი 1712 წელს. მისი
ურთიერთობა ვახტანგ მეექვსესთან, რა სწორედ ვლახეთიდან ჩამოიყვანა ის პირველი სტამბის დიდი სპეციალისტები, ოსტატები, რომლებმაც ქართული შრიფტის სასტამბო ვარიანტი შექმნეს და აი საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტამბას ქართული წიგნის ბეჭდვისა. ეს წარუშლელია მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ ვამბობ არა მარტო რუმინეთის, არამედ საქართველოს ისტორიაში. აი სამწუხარო ის არის, რომ ესეთი დიდი მოწამეები, დიდი ადამიანები, დიდი ქართველებს დღევანდელი საქართველო აღარ იხსენებს თითქოს იმ დონეზე კი თბილისში არსებობს ანთიმოზივერიელის სახელობის სკოლა დიდობის პანთეონის გვერდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ დონეზე მაინც არ არის დაფასებული საქართველოში ანთიმოზივერიელი, როგორც მას ეკუთვნის, იმიტომ რომ ის იყო თავგანწირული, მე ვიტყოდი მებრძოლი თურქული ამ ექსპანსიის წინააღმდეგ და თურქული ანექსიის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტიურად ანადგურებდა ევროპულ კულტურას, ქრისტიანობას, იგი წინაღუდგა არაერთხელ, მან კარგად იცოდა, რომ როგორი დაუნდობელი ჯალათები იყვნენ თურქები, მაგრამ იგი უშიშრად, აი მართლაც როგორც ქართველი კაცი, შეუპოვარი ქართველი რაინდი ისე იცავდა რუმინეთის მიწა-წყალს და კიდევ ერთხელ ეს ჭირი საერთო იყო მაშინ საქართველოსთვისაც რუმინეთისაც კი ეს იყო დიდი თურქობის ახალი ტალღა აქეთ უკვე სადღაც მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასაწყისში და მისი ბუქარესტში მოღვაწეობდა მისი ძეგლი და ყველაფერი ბუქარესტში არის და დაცული და საკმაოდ პატივს მიაგებს ჩვენი ქრისტიანი რუმინელი ერი ანთიმოზ ივერიელს. აი ასეთი მოკლე ისტორია თუ შეიძლება ითქვას. კი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, აი უბრალოდ ყოველთვის გულის ტკივილს იწვევს ხოლმე ბატონოჟა ალბათ დამეთანხმებით, რომ ესეთი ნიჭი, ესეთი ტალანტი ვლინდება ხოლმე რატომღაც ჩვენ ხო აი მხოლოდ ანთიმოზივერიელზე ვთქვით დღეს. მართალს იძახით ენგო, მრავალმხრივ განვითარებული იყო, იცი? ეხლა აღარ შევედი მე, მაგრამ ესე იგი ხატწერა, ფერწერა, მუსიკა, იქ რუმინული წყაროებში, ესე იგი საოცარათა მოთხრობილი, რომ ქართულ ჩუქურთმებს ხატავდა და გადაჰქონდა რუმინულ ეკლესიებზე იმ რომელიც 20-ზე მეტი ეკლესია მონასტერი აღადგინა. და აი ქართული ხელოვნების ნიმუშები დატოვა ევროპაში. და აი რამდენი ნიჭია დაკარგული საქართველოდან ესე ჩვენ ხო ვიცით რომ აი მაგალითად ერაყში იქნება ეს თუ ეგვიპტეში იქნება მართველები ხდებოდნენ ქართველები. მამლუქები აი რამდენი ალბათ ასობით და ათასობით ადამიანი არის აი ესე საქართველოდან გადახვეწილი, რომლის ნიჭიც აქ ამ ქვეყანას რომ მოხმარებოდა შეიძლება ჩვენ ისტორია საერთოდ სხვანაირად წარმართულიყო. მე არ შემიძლია ამ კუთხით არ ვახსენო გიორგი სააკაძე, ეს დიდი მოურავი, ბუმბერაზე ქართველი, რომელმაც ფაქტიურად მარტყოფის ჯერ 1609 წელს ოსმალო-თათარხანის 60,000-იანი ლაშქარი გაანადგურა სხერტატაშისკარის ომში, ხო იქ ხაშურის მისადგომებთან, იქით კიდე სხერტისჭალა სოფელ მეტეხთან კასპის რაიონში. 60,000-იანი ლაშქარი ფაქტიურად, რომელიც მიემართებოდა ბაღდადისკენ და მე ევროპისაკენ გაჭრას აპირებდა. ფაქტიურად გიორგი სააკაძემ გაანადგურა ის ლაშქარი, რომელიც მე უკვე ევროპას შეესეოდა. ავსტრიამდე იყო მისული თურქეთის იმპერია იმ დროს, ოსმალეთის იმპერია, ოტომანთა იმპერია. ხოლო შემდეგ 1625 წელს მარტყოფის ველზე ეს დიდი გრანდიოზული ბრძოლა რო არ მოეგო გიორგი სააკაძეს, ჩათვალეთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს გასწორებული იქნებოდა. ეს მაინც იყო გიორგი სააკაძის დამსახურება ალბათ უფრო მეტად ვიდრე თეიმურაზის. რა თქმა უნდა, თეიმურაზი საერთოდ არ მონაწილეობდა მარტყოფის ომში. თეიმურაზი იყო გონიოში ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე რაღაცას დაბაჩვენებდა, შეფარებული ჰქონდა თავი. გიორგი სააკაძემ ჩამოიყვანა თეიმურაზი სვეტიცხოველში მეფე დაკურთხებინა და გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფო ჩააბარა, რასაც ჩქმალავს ქართული ისტორიოგრაფია. დიახ, თეიმურაზ პირველი დიდ ვალში იყო გიორგი სააკაძესთან, ეს უმადური კაცი და უმადური მეფე, რომელმაც
და განხეთქილება რატომ მოხდა ახლა რომ მალავენ და არ ამბობენ სიმართლეს, რა კი ამ თემაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ გიორგი სააკაძის დიდი ენერგია, დიდი ნიჭიც ჯერ ირანში დაიხარჯა, თქვათ იგივე ირანის ჯარების ბრძოლების დროს ეს იქნებოდა ყანდაღარი, იქნებოდა დელი, ეს იქნებოდა ბაღდადი თუ სხვა, შემდეგ კიდე თურქეთში, ხო, იქ თოხათის და არზრუმის და სხვა ბრძოლებში. გიორგი სააკაძემ საკუთარი შვილი ოჯახი შეწირა ფაქტიურად საქართველოს გათავისუფლების დიდ საქმეს. ახლა 11 ივლისს მოდის გონი სააკაძეობას აპირებენ, ხო და ესე იგი ხოლო თეიმურაზ მეფე რას აკეთებს, რატო ხდება განხეთქილება ბაზალეთის ომი, რატო ხდება? თეიმურაზი ურიგდება შაჰ-აბას, რასაც მოყვა სწორედ განხეთქილება სააკაძესა და თეიმურაზ მოხდა იმ ფონზე, რომ შაჰ-აბასმა აღიარა ის როგორც ქრისტიანი მმართველი, ხო? ნახეთ, არაფერი ქრისტიანი მმართველი არ აღიარა, უბრალოდ აღიარა როგორც ქართკახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე, მაგრამ ეს იყო დროებითი აღიარება შაჰ-აბასის მხრიდან, იმიტომ რომ ამ პერიოდში დიდი ბრძოლები მიდის ოსმალეთ ირანის იმპერიას შორის, იმიტომ ჩვენ ესე გლობალური პოლიტიკით უნდა შევხედოთ და არა ეკლა რაღაცა ლოკალური, რომ გულზე ეხატებოდა შაჰ-აბას ან თეიმურაზი ან საქართველო. აი, სწორედ ნახეთ რას ვლას აკეთებს ამ დროს შაჰ-აბასი. დაუთხან უნდილაძეს აძლევს საჩუქრად თავის ერთ-ერთ ცოლს და ეს ცოლი არის ელენე თეიმურაზ პირველის და ანუ სიძე ხდება და ეს დიდ წყალობად ითვლებოდა რომ შაჰ-აბასის თავის ჰარამხანიდან ერთ-ერთ ცოლს ვინმე საჩუქებდა და აჩუქა და იმ დროს როდესაც დაუთხანი კარგად იყო თან სააკაძესთან იმ პერიოდში და უკვე თეიმურაზ პირველი სიძე ხდება ამ დროს ხდება მათი დაახლოება თბილისში ვიზიტი შეხვედრები და ესე იგი შუამავალი ხდება დაუთხანის თეიმურაზ პირველსა და შაჰ-აბას შორის და ამ დროს სწორედ როდესაც გადამწყვეტი დარტყმის მიყენება იყო შესაძლებელი ირანისთვის ეს ფეხქვეშ უწევება შაჰ-აბას არსებობს ისკანდერ მუმშის უნიკალური ცნობები ქართულად კი არის 170 გვერდიანი წიგნი, მაგრამ სინამდვილეში ეს აი ვთქვათ იარ შათერის გამოჩენილი ირანელი ისტორიკოსის და მეცნიერის მიერ რედაქტორებით გამოსული ფრანგულ ენაზე ეს არის 1280 გვერდზე, 1300 გვერდამდეა ეს წიგნი. მე მგონი აზერბაიჯანულადაც არის გამოცემული სრული ვერსია. იქ პირდაპირ წერია ისკანდერ მუმში წერს რომ თეიმურაზი წერს დიდო შაჰ-აბას ყურში მონობის რგოლ გაჩრილი, დაჩოქილი მოვდივარ თქვენი ფეხის მტვერი რომ ფეხები დაგიკოცნო და ასე და ამგვარად. ეს რო გაიგო სააკაძემ გადაერია კაცმა უთხრა ბიჭო მე შვილი შევწირე უსაყვარლესი შვილი პაატა 21 წლის იყო როცა თავი მოკვეთეს 1604 წელს არის დაბადებული პაატა სააკაძე და შენ დედაშენი გიწამა სახალხოდ შვილებია შირაში ორი შვილი დაგისაჭურის და დაგიხოცა ვაჟები ხო ლევანი და ალექსანდრე და ამ შაჰ-აბას როგორ ურიგდები რადაც გინდა გაღიაროს აი ეს არის მიზეზი ბაზალეთის ომის და არა ის და ზოგიერთი იდიოტი რომ ამოფრიცი სააკაძეს მეფობა უნდოდა და აი ესა და ეს ტყუილია ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენი ისტორია სამწუხაროდ გაყალბებულია და გლობალური პოლიტიკის კუთხით არ უყურებთ რა ხდებოდა ამ სიტუაციას და აი გიორგი სააკაძე მე გადაიხვეწება უკვე ოსმალეთში მაგრამ ოსმალეთში ძალიან მაღალ თანამდებობაზეა ის ძალიან დიდი ავტორიტეტია დიდი ავტორიტეტი აქვს იმიტომ ამას ვერ მალავს ვერც მუსტაფა ნაიმა ვერც ევლია ჩელები ვერც კათრჩელები ვერ მალავენ ამას და უფრო მეც გეტყვით რომ ჰამერის წიგნში რომელიც 10 ტომეულია გამოსული სხვათა შორის ეს გამოსულია სტამბოლში და იქ ბევრი რამე დამალულია იქ საერთოდ თურქები თავის წაგებული მომებს არ ამბობენ და თავის ავსაქმეს მაგრამ იქ წერია რომ მურად მეოთხე რომელიც ახალგაზრდა იყო ძალიან აი 11 წლის თუ რაღაცა 12 წლისა გაამეფეს და ძირითადად დედამისი მართავდა ოტომანთა იმპერიას ძალიან იახლოვებს გიორგი სააკაძე ფაქტიურად არის კამერდინერი ანუ ოსმალეთის სულთანის პირადი დაცვის უფროსია და ამავე დროს არის კიდე დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ
საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო ატაშე და დიპლომატიურ ურთიერთობებში ეს ღებულობს და ეს უშვებს ყველას. იქ რო წერია, იქ მუსტაფა ნაიმა რო წერს და მე თქვათ იგივე თამარაშვილის კათოლიკეთა ისტორიაში რო წერია, რომ საფრანგეთის ელჩი დიდი სამბით ღებულობს და ცდილობს რომ სუფრები გაუმართოს და ესე, იმიტომ რომ უმაღლესი ძალიან დიდი წონა ოსმალეთის სულთანის კარზე. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ იბოღმება იქაური გენერალიტეტი ამ ქართველი დიდი ფენომენის წინააღმდეგ და სხვათა შორის ის ვერსია, რომ გიორგი სააკაძეს თავი მოკვეთეს არ არის სწორი ეს მუსტაფა ნაიმას და თურქების ვერსია, მოგონილი ვერსია, იგი მოწამლეს და დაწვეს. იმიტომ არ არსებობს ისლა და ფერფლი, როგორც ჩანს, მე ნიკიფორ ეირბახმა ჩაიტანა იერუსალიმში ჯვრის მონასტრის კედელთან, იქ მთავარანგელოზის ეკლესიის კედელთან არის და აი მარი ბროსერო წერს პლატონიოს ელიანს, რომ რატო არ აქცევ ყურადღებას, რომ ერთაწმინდის ტაძარში პაატა სააკაძის დაკრძალული თავის გვერდზე ორი საფლავია. იქ არის სწორედ ფერფლი ავთანდილ სააკაძისა, გიორგი სააკაძის უფროსი ვაჟის და თვითონ გიორგი სააკაძისაც. ანუ ფერფლიე ჩამოიტანეს და ნიკიფორ ეირბახი არის ნიკიფორ ეირბახის დედა და გიორგი სააკაძის მეუღლე არიან დები ნუგზარ არაგვის ერისთავის და ეს დედაშვილები არიან, ანუ პაატა სააკაძე, ავთანდილ სააკაძე. ეს ხო ახლო ნათესავები არიან. აი ეს ამისი და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნიკიფორ ეირბახი იყო ელჩი თეიმურას პირველს, ეგეც შეცდომა, იმიტომ რომ თეიმურას პირველმა ნიკიფორ ეირბახის ძმა ვერაგულად მოკლა, ცნობილი პოეტი, აი ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების ავტორი, ქაიხოს რომანიშვილი, ჩოლოყაშვილი. ზოგიერთ წყაროში მამათ არის მოხსენებული ნიკიფორ ეირბახის, მაგრამ ასე თუ ისე ძმა თუ მამა, ნუ ხო ახლობელია რა. და ეს ხო, თორე ესენი არიან ნიკიფორ ეირბახი არის ძველი ირუბაკიძე იყო ესეთი გვარი და მე-15 საუკუნეში მაყადა ის იყო რა ქვია ჩოლოყა და ესენი გაიყვნენ ძმები და გვარებიც იქიდან ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი ორივე აი ირუბაკიძეებიდან მოდიან. დიდი გრიგოლ რობაკიძე არის სწორედ შთამომავალი აი ამ დიდი ისტორიული გვარისა და ეს ნათესავები არიან და გიორგი სააკაძის უახლოესი ნათესავები. იმიტომ იყო რომ ნიკიფორ ეირბახი ესე ახლოს იყო გიორგი სააკაძესთან, მისიონერებს რო წერილს ატანს, იმან არ იცის ჯერ ბაზალეთის ამბავი და ატანს, რომ იქ ჩემი ახლობელი ბიძა იქნება გიორგი სააკაძე და ეს მოგეხმარებათ ყველაფერში მისიონერებს აძლევს იქ. თუმცა აქ უკვე შესრულებით არის და ბალეს და ამათ ხო. აი ბანოვაჟა, ესეთი უბედურება იყო, რომ ქართული გენია სხვის ომებში იხარჯებოდა უაზროდ. სამწუხაროდ აი თემა რომელზეც მინდა მე ავღანეთში გაგრძელდა აგერა. და თავს ვიწონებ თვითონ ეხლა ესე იგი რაღაცა სამშვიდობო მისიით ვიყავით თუ რაღაცა ჯერ საბჭოთა კავშირის დროს მე ეხლა. სისრულე. თუმცა აი სეფიანების დროსაც არაკლებდნენ ბაგრატიონები. სეფიანების დროსაც კი. 4 ბაგრატიონია მკვდარი ავღანეთში როგორც ვიცი. გიორგი მე-11 აგერ. გმირი მეფე ჩვენი. იცით თემა რომელზეც მინდოდა შეკითხვა დამესვა ზუსტად ეხმიანება ალბათ აი ამ საკითხს ჩვენ პირველად არ ხდება, როდესაც ასეთ ინფორმაციას ვიგებთ არა ქართული, არამედ უცხოური წყაროებიდან და ამ შემთხვევაში ისრაელის მედია მე-12 არხი ესე ქვია, ეს მედია ავრცელებს ასევე Times of Israel არის ასეთი გამოცემა, რომელიც ასევე წერს ამ ინფორმაციას. ისრაელი ომის დასრულების შემდეგ ღაზაში გეგმავს გარკვეული რეფორმების ჩატარებას და სამშვიდობო კონტინგენტის საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას. და როგორც ცნობილი ხდება და აი ამ ისრაელური გამოცემებიდან ვიგებთ, მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოფიციალურ თბილისთან. საუბარი არის, რომ ქართული ჯარი შეიძლება გაიგზავნოს ღაზაში. აქ ლაპარაკია, რომ ასევე მონაწილეობენ სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს მაგალითად ვიეტნამი, ასევე სხვა ქვეყნების მაროკოს შენაერთები, საბერძნეთი არის თუ სწორად მახსოვს დასახელებული და კიდე სხვა ქვეყნები, მაგრამ ჩვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ლაპარაკი, რომ საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს ამ მისიის მონაწილე და ღაზაში
მიიღონ მონაწილეობა ჩვენმა სამხედროებმა სამშვიდობო მისიაში. აი რა არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენას, რატო უნდა დაიღვაროს ქართული სისხლი პალესტინის მიწაზე, ღაზაში, თუ არა ის რომ ჩვენი ხელისუფლება როგორც ჩანს, ყველაფრის ფასად ცდილობს მოიპოვოს ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობა, იმიტომ რომ სწორედ ტრამპის ეგიდით შექმნილი მისი ინიციატივით შექმნილი აი ამ შვიდობის საბჭოს ეგიდით უნდა მოხდეს შემდეგ აი ამ ძალების იქ განთავსება. საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება, რადგან ქართველების მონაწილეობა აი ამ საერთაშორისო მისიებში ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ძალიან დიდ სარგებელს აძლევს აი ამ საერთაშორისო ინსტიტუტებს, გამოირჩევიან ქართველი მეომრები თავისი აი მხედრული სიმამაცით, მათი შემართებით და ამაზე არაერთხელ დაწერილა, არაერთხელ აღუნიშნავს ბევრ საერთაშორისო გამოცემას, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ეს დაკავშირებული არის სწორედ აი იმ ისტორიულ მართლაც მამლუქობასთან, როდესაც გადახვეწილი ქართველი მეომრები სხვა ქვეყნის დიდებისთვის იბრძოდნენ და ღვიდნენ ხოლმე სისხლს. მე გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ძალიან საინტერესო კითხვაა. ბუნებრივია, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისრაელიც, თავისი ინტერესებიდან გამოდის და ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად პალესტინაში გენოციდი მოაწყო ისრაელმა პალესტინელი ხალხის. ეს ყველას თვალწინ მოხდა, მთელი მსოფლიოს თვალწინ არნახული სისასტიკე, ბარბაროსობა და კაცისკვლად და სისხლიანი კალოების ტრიალი 21 საუკუნეში. ამიტომაც ჩვენ უნდა შევხედოთ ამას არა იმით, რომ იქ სამშვიდობო რაღაცა შექმნა, მშვიდობის საბჭო შექმნა ტრამპმა. ტრამპის თავისი ინტერესებიდან გამოდის ეს არის ეს სახელმწიფო და თავისი კონკრეტული გეგმები აქვს. ტრამპსაც გარკვეული დიდი მაგნატური ძალები მართავენ, რომლებსაც სწორედ ასეთი ნაბიჯების გადადგმა უყვართ ბრჭყალებში პატარა სახელმწიფოების მიმართ. საქართველოს პრობლემას და ქართული ჯარის პრობლემას და საერთოდ ქართველი ერის პრობლემას უნდა შევხედოთ ჩვენ ქართველი ერის არსებობის, გამრავლების და სიცოცხლის უნარიანობის თვალსაზრისით. განა პატარა საქართველოს, სადღაც 1,5 მილიონია დარჩენილი ქართველი თავის სამშობლოში, კიდე აქ იმის საშუალება, რომ თავისი ჯარი გაგზავნოს სხვაგან. დავსვათ კითხვა ასეთი. ჩვენ გასული ისტორიის მწარე მაგალითები გვახსოვს. როდესაც სინკის კუბოებით, თქვათ, ავღანეთიდან ჩამოუსვენებიათ საქართველოში იქ დაღუპული, ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები. ნუ თავიდან რაღაცა დროშების ფენა, ბრეჟნევის წერილები და რაღაცა ქვითინები და რაღაცა ერთჯერადი დახმარებები და თქვათ, შეიძლება მანქანის ჩუქებებიც იმ დროს საბჭოთა პერიოდში ვიძახი, მაგრამ მე ყველა მიივიწყა. ის გენი, ის ოჯახი აღარ გამრავლდა, ხო? ვიღაცა დაიღუპა ჩვენი ვაჟკაცი 1 თუ 10 თუ 100, ფაქტიურად ჩაქრა 100 თუ 1000 ქართული სიცოცხლე, რომელსაც ქართველი ადამიანი უნდა გაემრავლებინა და ქართული გენს უნდა ეცოცხლა ჩვენ ივერიის ღვთივკურთხეულ მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე. ეხლაც როდესაც ავღანეთში ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მისიის დროს აი ალასანია იწონებდა ხოლმე თავს ხშირად გამოდიოდა რომ იცი რა ჩვენ ასე და ისე და ვართ ესე და ისე რა ესე იგი 10,000 და 20,000 თუ ამერიკელ ჯარისკაცს აძლევდნენ ჩვენებს საწყას გადაუგდნდნენ $2,000 თუ რაღაცას და აკლავდნენ თავს ხო ის ოჯახები ეხლა ახსოვს ვინმე ეს იქ დახეიბრებული, გაუბედურებული ხალხი და დახოცილი ხალხი როა. იმის ოჯახები ახსოვს ვინმეს? ერისთვის გლობალურად, ქართველი ერისთვის. ის ავღანეთში თუ სხვაგან დახოცილი, ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მისიით დახოცილი ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, ხო შეწყვეტილი, ანუ ქართული გენი გადაიჭრა ამეთი, ხო? ჯანდაბამდე გზა ქონია ქართულ ისა მსოფლიო პოლიტიკას თუ ქართველი აღარ გეყოლება საქართველოში. სად მიდიხარ ის სამშვიდობო მისია გაქვს შესასრულებელი, როცა აგერ აფხაზეთი, სამაჩაბლო გაქვს და ისა, რა ქვია, დასაბრუნებელი, როცა თურქეთს შენი ტერიტორიების 34%-მდე ისტორიული მიწა-წყალი წართმეული აქვს. როცა იქით დავით გარეჯი გააჩუქა ფაქტიურად ხელისუფლებამ მისი ამხელა ნაწილები. როცა ლორეტ აშირი ასევე წაგვრილია ჩვენი მეზობლის მიერ.
სად გვაგზავნეთ ჩვენ ჯარისკაცებს რისთვის იქ ხო იმათ რა ქვია მხართეძოზე წამოსაწოლად არ ვაგზავნით არა მე ვფიქრობ რომ ეს არის მცდარი პოლიტიკა უდიდესი არა მარტო მცდარი არამედ მავნებლური პოლიტიკა ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული ეს არის ქართველი ერის გენოციდის კიდე ახალი ფორმა რომელსაც მსოფლიო ბოროტი ძალები გეგმავენ ეს ის ბოროტი ძალები არიან ვინც ქრისტე აწამავს საერთოდ და რომელიც ქრისტიანობას ეომება და კრიჭაში უდგია ხო რომელსაც ქრისტიანობა ეზიზღება და სად ვაგზავნით ახლა ჩვენ იმ ადგილზე სადაც პალესტინელთა გენოციდი მოხდა ამ ხალხის გენოციდი მოხდა ამ მიწაზე ბატონებო ეს ხო ღიად მოხდა ყველას თვალწინ და ხდება რას ვამბობთ ახლა ჩვენ არა ის რა ქვია კახელმა რო თქვა რომ ისო რა ქვია მწვანე სათვალებით შევხედავ ბადრიჯანს და კიტრი იქნება ო ეგრე არ არის კაცო ეგრე არ არის და ამიტომაც ჩვენ უნდა შევხედოთ ეროვნული კუთხით ამას ჩვენ არსად არ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ჯარისკაცები საერთოდ საქართველოს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა უნდა აწარმოოს ეს იქნება რუსეთის მიმართ იქნება თურქეთის ისრაელის თუ აზერბაიჯანის თუ სხვა ქვეყნების თუ ირანის და ასე შემდეგ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჩვენ ვართ დიდი ერი დიდი კულტურის დიდი სულიერების დიდი ცნობიერების ერი აი მსგავსი წმინდანები ანთიმოზი ვერიელზე საუბრობდით ხო განა ბევრია მსოფლიოში და ქართველი რამდენი შეიძლება ჩამოთვალო ეს და შენი სახელმწიფოსთვის იზრუნე და იომე ჩვენ არაერთი ისტორიული მაგალითი გვაქვს ამისი იგივე სულხან-საბა რო ვახსენოთ სულხან-საბა ორბელიანი რომელიც ვახტანგ მე-6-ის გაგზავნილი ელჩია საფრანგეთის ლუდოვიკო მე-14-ის კარზეა რა რომელიც საფრანგეთი რას აპირებდა მაშინ რომ სავაჭრო გზა ყოფილიყო საქართველოზე გამავალი არა რუსეთსა და თურქეთზე იმიტომ რომ ორივე მისი მოწინააღმდეგედ მიაჩნდა არამედ ჩრდილოეთ კავკასიაზე ადიღეი ჩერქეზეთზე სამეგრელოზე და აღმოსავლეთ საქართველოზე ინდოეთისკენ მიმავალი აი ეს მომენტები ეს გლობალური პოლიტიკის მომენტები რომელიც ჩვენ ისტორიაში არის ცნობილი ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ და არა რაღაცა უაზროდ გავაგზავნოთ ჩვენი ჯარისკაცები იმიტომ რომ იმდენი მწარე ისტორია ამ მამელუქებისა ჩვენთვის და შემთხვევით კი არ დაწერა თათარაშვილმა ის უიარაღო ფსევდონიმი უიარაღო მამელუკი ხო ხვიჩა და გოჩას ისტორია ეს არის დიდი ეროვნული ტკივილის მხატვრული ბრწყინვალებით გადმოცემა და ერისთვის დანახვა რო იცი რა აი ხლა გამახსენდა ორი პოეტის ორი შესანიშნავი პოეტის სხვათა შორის გუშინ იყო თუ დღესა რეზო ამაშუკელის დაბადების დღე ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდი პოეტი იყო ძალიან დიდი პოეტი იყო ბატონი რეზო და მას აქვს ესეთი ლექსი აი მამელუკები თქვენმა სიტყვამ გამახსენა ისე ზუსტად ამბობ ხოლმე თენგო ესეთი ლექსი მამელუკების სასაფლაო ასე იწყება ნუ დაიფიცებ ნურცხვის დედას ნურცხვის ომში ნუიომებ რადგან თავი იმ თავითვე წაგებული გაქვს აი ადამიანი გძელდება მე ლექსმა აი ნუ დაიფიცებ სხვის დედას და ნურცხვის ომში ნუიომებ რადგან თავი იმ თავითვე წაგებული გაქვს ამბობს დიდი რეზო ამაშუკელი ხო ბატონი ჯანსუღ-ჩარკვიანი რას ამბობს საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი აი აქედან პოეტი ამას ისე კი არ ამბობს გულს გარეთ რაღაცა არა დიდი ტკივილი აღმოათქმევინებს ხოლმე პოეტს ამ პრობლემას სატკივარს ეროვნულს და ჩვენ ესე იგი იგივე შეცდომას უშვებთ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ბრეჟნევის დროსა და დღევანდელ ეპოქას შორის რა მნიშვნელობა აქვს ცინკის კუბოთი შენ თუ ჩამოუტან ჯვარისწერია ყველას იმ ოჯახს იმ უბედურებას იმ იმას ვერავინ ვერ გაუცოცხლებს თავის შვილს ხო დაამთავრდა ის გენი გადაიჭრა ის ხაზი გადაიჭრა ის გვარი გადაიჭრა ზოგს ერთი ბიჭი ყავდა და ის ბიჭი დაეღუპა იქა ხო და დაამთავრდა ის გენი და სად უშვებთ რის პალესტინა რის ისრაელი თავში ქვაიხალონ რაც უნდა ქნან იმიტომ რომ ტრამპის ოდიოზური პიროვნების მიერ წარმოებული ეს პოლიტიკა დღეს ერთ სიძახის ხვალე მეორეს აკეთებს
ჩვენთვის არ არის მისაღები ესე ადვილად. ჩვენ სხვა ერი ვართ, სხვა ცნობიერების ერია ქართველი. ჩვენ არ გვაქვს მაგდენის შეცდომის უფლება, რაც ის უფლება შეიძლება შტატებმა მისცეს თავს. ხო, ნამდვილად ესე იგი, ეხლა ჩვენ არა ვართ ჩინეთი და ჩვენ არა ვართ ინდოეთი და მილიონიანი და მილიარდიანი ქვეყანა, ხო? სულ თითზე ჩამოსათვლელი ეხლა რომ დათვალო სტატისტიკურად, არა? რამდენია ჯარის ბიჭები, ხო 18 წლიდან თქვათ იქ. ეხლა რამდენი პენსიონერია, რამდენი ავადმყოფია, რამდენი არასრულწლოვანია და რამდენია ის გენოფონდის გამომრავლებელი ბიჭები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, ხო? ჯერ ისედაც იშვიათად ხდება ქორწინებები და იშვიათად ხდება ამ ძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ქართული ოჯახების შექმნა და შენ მაინც და მაინც იქით ერეკები ამ იმას, რა ქვია, საჯიში ბიჭებს, კაცო? ეს არის ღალატი ქვეყნის წინაშე. ქვეყნის წინაშე ეს არის ღალატი. არსად არ უნდა წავიდნენ და არავითარი აქ რაღაცა თავის მოწონება, რომ ჩვენ სამშვიდობო მისიას ვასრულებთ. აბა, ეხლა რომელი აცხადებს, რომ სასაკლაოზე გეპატიჟებითო? ყველა ომის გინახიათ ეხლა რომ წარმოებს იმის. ავღანეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა იქნება, უთხრა შენ ჯარისკაცებს რომ მე ეხლა სასაკლაოზე გეპატიჟები და ისა $5,000 მოგცემდა, ხო წამოხვალ სასაკლაოზე? არა, მიდიხარ სამშვიდობო მისიით და რაღაცა გონია რომ რაღაცა მსოფლიო იმას ასრულებ და რაღაცა თანა მეგობრობის ქვეყნების ფერხულში დგეხარ. არაფერი, სიაფანდობა, ბლეფ ეტავს. აი თქვენ ახსენეთ ეკონომიკა, რომელიც ძალიან ძიმე გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, რა თქმა უნდა და პირდაპირ არის ალბათ მიბმული სოციალური ყოფა, სოციალური გარემო, იმაზე თუ როგორ გამრავლდება ერი და როდესაც მიდის ხოლმე საუბარი დემოგრაფიაზე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აი ეს კომპონენტი არის. დღეს იყო მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენა პარლამენტის წინაშე, მთავრობის მეთაურმა ძირითადად დაუთმო საკუთარი გამოსვლა სწორედ ეკონომიკაზე საუბარს და მისი განცხადებით და ეს სტატისტიკური მონაცემები მოიშველია, ბოლო 1 წელიწადში $3 მილიარდზე მეტით არის გაზრდილი ქართული ეკონომიკა. საშუალოდ ჩვენ ბოლო წლებში გქონდა 9%-ზე მეტი ეკონომიკის ზრდა, რაც მართლა ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ აქ პრობლემა დგას აი ფიციმწამს ბოლო მაკვირვებსო გამონათქვამი რომ არის ჩვენი დაახლოებით ასეთ ვითარებაში ვართ ხოლმე ხალხი, როდესაც ამ ციფრებს ვისმენთ. ეკონომიკა თუ იზრდება, რატო არ აისახება ეს სწორედ იმ ყველაფერზე, რაზეც თქვენ საუბრობთ. რატო არ აისახება თითოეულ ჩვენთაგანი სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე, რატო არ აისახება დემოგრაფიაზე პირველ რიგში. ეს ეკონომიკაც ხო იმისთვის გვჭირდება, რომ ამ ქვეყანაში ქართველები გაუმრავლდეთ. თუ ამ ქვეყნიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა გაიქცევა და იცლება, მაშინ ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა და ვინ ახულობს ამ ყველაფრით ხეირს და სიკეთეს. აი ეს კითხვა ყოველთვის აქტუალური არის ხოლმე, როდესაც ვისმენთ მთავრობის ხელმძღვანელების მხრიდან ასეთ თავმომწონე საუბარს. ეკონომიკურ პროცენტებს და აი ამ ზრდის ტემპებს პრემიერ-მინისტრი საკუთარი მაცივრის უჯრეებიდან გამომდინარე საუბრობს, როგორც ჩანს. ეხლა რამდენი მილიარდი და რამდენი პროცენტიც არ უნდა ახსენოს, ეს ყველაფერი არის სისულელე და ეს არის ტყუილი. კარგ ცხოვრებას არავინ არ გაექცევა საქართველოდან. ათეულ ათასობით ადამიანი გარბის სამშობლოდან. საქართველო იღუპება ესეთი რთული პერიოდი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არასდროს. და რატო? დღეს ჩვენ უნიკალური, უბრალოდ უნიკალური რა კუთხით, იცით? უარყოფითი კუთხით უნიკალურ მართლობის ფორმასთან გვაქვს საქმე. არსებობს პიროვნება და ყავს თავისი ნაზირ ვეზირები, რომელიც თითქოს არ აჩანს, მაგრამ ამ ნაზირ ვეზირებიდან მარიონეტები არიან, რა თქმა უნდა, ზოგს პრემიერი ქვია, ზოგს მინისტრი ქვია, ზოგს ის ქვია, რა ქვია, დეპარტამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. ზოგს პარლამენტარი და ასე შემდეგ. ქვეყანა მიდის უკან. არავითარი ეკონომიური ზრდა საქართველოში არ არსებობს. ეს თუ თავისი კერძო ფირმები და კერძო დუქნები, კერძო სამშენებლო ბიზნესები, კერძო კომპანიები მდიდრდებიან და აღარ იციან, ესე იგი, როგორ არიან გაღორებულები, რომ
ეს იქნება ფასები, ეს იქნება მანქანების შემოყვანაზე კონტროლი, ეს იქნება წამლის ფარმაცევტიული ბიზნესი თუ სხვა და სხვა, ეს ყველაფერი არის 5%-ის ხელში. ეს არის სამთავრობო მაფია, ვის ხელშიც არის მთელი ეს ეკონომიკა და მთავრობის წევრებთან დაახლოებული პიროვნებები. ეხლა რა ხდება, მე როდესაც რაღაცა შეიცვლება მთავრობაში, მე ერთმანეთს გლეჯავენ, თუ არ მოიტანა იმან ფული ამას ციხეში იჭერენ და ასე შემდეგ. ისევ იმის, რა ქვია, ბატონი ჯანსუღის ლექსი გამახსენდა, ეხლა, რა ქვია, ვეფხვები და ლომები არბევენ ჭალებს, ბოლოს მარტონი რჩებიან და ერთმანეთს ჭამენო. აი ეს არის ეს სიტუაცია მერე. არავითარი ეკონომიკის ზრდა არ არის საქართველოში, გადავხედოთ მიწებს, დაუმშავებელი მიწები, განადგურებული სოფლები, ეს იქნება ფშავ-ხევსურეთი, ეს იქნება თბილისთან ახლო მდებარე სოფლები, ეს იქნება ნოსტე, კავთისხევი, ერთაწმინდა, ლამისყანა, ქვემოჭალა, ოკამი, თეზი, თუ კიდე შორს მდებარი სოფლები, ატენის ხეობა თუ ასე გორის და იმ ნახეთ აბა ერთი გავიაროთ, აღარაფერს ვამბობ ეხლა დასავლეთ საქართველოს სოფლებზე დაკეტილი სახლი რამდენია. კარფანჯრებზე რომ ჯვრებია მარტო და ფიცრებია მიკრული. დავითვალოთ ერთი ანთიანეთის, ან დუშეთის, ყაზბეგის რაიონი, რამდენია ესეთი სახლი? ან კახეთის. საქსტატის მონაცემები იყო რამდენიმე ასეული სოფელი არის დაცული. თუ ამას თვლი, ხო, ასეული სოფელი კი არ არის, საქსტატის კი არა, მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ კომისიათა, ეროვნულ პრობლემათა კომისიის ხდომაზე მოხსენება ჰქონდა ვანო ჩოლოყაშვილს. და სტატისტიკა თქვა 485 სოფელი, აი ბოლო პერიოდში, აღარ ვამბობ ეხლა იქ 100 წლეულებს და იმას. ბოლო პერიოდში 485 სოფელი დაიკეტა, სადაც კაციც აღარ ცხოვრობს, მამალი არ ყივის, ძაღლი არ არის. კაცი აღარა 485 გესმით ეს რას ნიშნავს? ეს არის ერის კატასტროფა და ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები გაუშვათ სადღაც ესე მშვიდობის დასაცავად სასაკლაოზე. არავითარი ეკონომიკური ზრდა არ არის. ჩვენ მთლიანად მიბმული ვართ თურქულ ბაზარს, ჩინურ ბაზარს, ირანულ ბაზარს, ინდურ ბაზარს და ასე შემდეგ. არაფერს აღარ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა ფაქტიურად ამ სახელმწიფო პოლიტიკამ გაანადგურა, ქართველი გლეხი გაანადგურა ფაქტიურად. ეხლა ნახეთ, ვაზზე და მევენახეობაზე კონტროლი შემოიღეს. ვაზზე და მევენახეობაზე, როცა ქართველ კაცის გენეტიკური მოთხოვნილება იყო ვაზის ჩაყრა, ვაზის მოვლა, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, პატარა ოჯახსაც კი შეეძლო. ეხლა ესე იგი, თურმე შენ არ შეგიძლია ღვინო ჩამოასხა, ეს მარტო ამ კომპანიებმა უნდა ჩამოასხან და გაყიდონ. აი, ეს ყველაფერი არის ანტიქართული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. ეს არის ჩვეულებრივი ცრუპენტელა პრემიერი, რომელიც ამ ტყუილებით, ამ სისულელებით აბრუებს ერს, რომ იცი რა ჩვენ კარგად ცხოვრობთ და ძალიან წინ მიდის ეკონომიკა, ძალიან წინ მიდის ჩვენი ცხოვრება. სოფლებში დააკვირდით, ჩვენ მომსწრე ვართ, ჩვენი თაობა ვართ, ვისაც გვახსოვს. მე არ მივტირი ვარ, იმბოქას არც კომუნისტური პარტიის წევრი, არასდროს ყოფილი ვარ. როგორ შენდებოდა სახლები სოფლებში? ეხლა გავხედოთ ერთი სოფლებში სახლის შენდება. მე არ ვამბობ მილიონერების იმას სააგარაკეს სახლებს თქვათ კოჯორთან თუ წყნეთთან თუ საგურამოსთან. ეს თითზე ჩამოსათვლელი ხარ, ეს არის მთელი მოსახლეობის 5%. მასობრივად შენდება ჩვენთან სოფლების ისა სახლები. ვერაც ახსენეთ ეს აგარაკებია ალბათ დასასვენებლად სეზონურად რო ჩავა ადამიანი ამ შემთხვევაში ლაპარაკია მკვიდრი მოსახლეობისთვის, მისი ცხოვრების. ნახირი შემცირებულია, სახნავ-სათესი მიწები აგერ არაბებზე და იმაზე გაყიდული ყველაზე დიდი ჰექტრობით მიწები. ეხლა ჩემი ინტერვიუა დაბეჭდილი ასავალ-დასავალში. ბრწყინვალე გაზეთია ასავალ-დასავალი, სხვათა შორის დიდ საქმეს აკეთებს ჩემი მეგობარი ლაშა ნადარეიშვილი ამ გაზეთის გამოცემით ფაქტიურად უახლესი საქართველოს ისტორიას წერს. აი რაც ხდება რეალურად. ესე იგი ჩვენ საუბრობთ, რომ ოკუპირებულია ოსეთი და ისა, რა ქვია, იმისი ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონზე
მეტი ტერიტორია ოკუპირებული აქვს უცხოელებს ჩვენთან. იგივე ჩინელებს, თურქებს, ირანელებს, ინდოელებს, არაბებს, რომ დათვალო სტატისტიკურად, უფრო მეტი მიწაწყალია ოკუპირებული. ესე იგი, გამოდის რა? დემოგრაფიული შეჭირვება, ხო? 50-50-ზეა უკვე მოსახლეობა, ან ვართ ეხლა ჩვენ ნახევარი, ან აღარ ვართ. კიდე, ესე იგი, სადღაც ჯარს ვაგზავნით ჩვენ საჯიში ბიჭებს, ეროვნული მრეწველობა არ გაგვაჩნია არაფერი, ხო? ეხლა აგინებენ იმას, რა ქვია, ბელორუსიის პრეზიდენტს ლუკაშენკოს, ამ ბრწყინვალე პიროვნებას, რომელმაც შეინახა თავისი ქვეყანა. ეხლა ბელარუსია დიდი ქვეყანა კი არ არის, 10 მილიონამდე მოსახლეობა, მეტი არ არის, ხო? ესე იგი, სოფლიო სატრაქტორო პარკების, ტრაქტორების გამოშვების პირველ ათეულში შედის. და მთელ სოფლიოს ამარაგებს თავისი მექანიზაციით, სოფლის მეურნეობის მექანიზაციით. მისი პროდუქტები, ნახეთ, გინდა მაღაზიებში შედით, ბუნებრივი, ხო, რძის პროდუქტები გინდა თუ ხორცის თუ იმის, კოლმეურნეობები არ დაუშლია. მე სხვა შორის აი აქვე აუცილებლად სულ ვეძებდი საჭირო მომენტს რომ მეთქვა, აი მე პირადად ძეხვეულს ხორც პროდუქტებს ვყიდულობ ბელარუსის წარმოებას, აი იმიტომ რომ ნამდვილი ხორცისგან არის. ჯერ ერთი ხარისხი და მეორე ფასიც მათ შორის. ხო ეს ხო იმპორტულია, შემოტანილი არის. და სანდოობა გენაცვალე, სანდოობა. ფასიც და ხარისხი ხო ნუ საერთოდ ქართული ხორც პროდუქტების წარმოებლები მე თუ მკითხავთ ნორმალური სახელმწიფოს პირობებში უნდა დახრიტო პირდაპირ თავისი ხორც პროდუქტები აჭამა მარტო. ვყიდულობ ბელარუსის პროდუქციას, ეს არის აი არ ვიცი მართლა რომ ხვდები რომ საქმე გაგვეულთან. ნახე ლუკაშენკო კოლმეურნეობები არ დაანგრია თავის ქვეყანაში, ისევ არსებობს ჩვეულებრივად და ამას გარდა ბელარუსიაში, როგორც სტატისტიკა არის ცნობილი, 300-ზე მეტი დიდი სახელმწიფო საწარმოა. სახელმწიფოს კუთვნილება ეს საწარმო. ჩვენ რომ გავასხვისეთ, თქვათ, ეხლა ქუთაისის ავტოკარხანა, ხო? და იქ ეხლა ჩინელების ის არის სოფელი პატარა თუ რაღაცა ის, ხო? აღარ არსებობს ეს უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ობიექტი, სადაც ძალიან ბევრი ქუთაისელი ინჟინერი, წარმატებული ადამიანი მუშაობს და აღარ არსებობს. ეს ტრადიციაც ჩაკლეს, ხო? ისევე როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ისევე როგორც ზესტაფონის ფეროშენდაობთა ქარხანა, ისევე როგორც კასპის და რუსთავის ცემქარხნები. კერძო პირების ხელში მოხვდა რა და სახელმწიფოს რა შემოსავალი. მოგების 18%, ზოგი არის კურილის იმაზე, რა ქვია, ბერმუდის სამკუთხედზე რეგისტრირებული, ზოგი სადღაც გადაკარგულ კუნძულებზე, ანტარქტიდაში და იმაში, რომ იქ ვერც საგადასაღადო ჩავა და ვერც შეამოწმებ და აი ეს რაღაც კაპიკებს მიუგდებენ და ესე იგი სახელმწიფო ბიუჯეტი ვითომ ამეთი ივსება. ეს ყველაფერი არის დიდი სისულელე, კაცო. იგივე ინგლისში არ ეს შახტები და რკინიგზა არ გაუყიდიათ. და იმიტოა ფუნტი სტერლინგი ყველაზე მდგრად და ყველაზე მაღალი, ხო? ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ. ეხლა ვყიდით მიწას, აღარაფერი დარჩა, ხო? ფაბრიკა ქარხნები გავყიდეთ, საწარმოები გავყიდეთ, დაზგები, დანადგარები, ყველაფერი, კვლევითი ინსტიტუტები გავყიდეთ. ეხლა დარჩა მარტო ქართული მიწაწყალი, ამას ვყიდით და ჩვენ საწყალ ბიჭებს, იმაში ვაგზავნით, რა ქვია, სიკვდილის კალოებზე. ეს არის შეცდომა, რა თქმა უნდა და ის მოხსენებაც არის სისულელე. სამწუხაროა, რომ აი ამ კუთხით კიდე ერთხელ ვიმეორებ, დღეს მე გულის ტკივილით ვამბობ, რომ ჩემი სამშობლო არის გაჭირვებული და ეკლესია არ იღებს ხმას ამაზე ღიად. ამაზე ღიად უნდა ლაპარაკობდეს ეკლესია. ამაზე უნდა იმართებოდეს სინოდის ხდომები. მე იმედი მაქვს, რომ ახალად არჩეული პატრიარქი შიო მესამე ამოიღებს ხმას. მისი პირველი გამოსვლა მართალია ნაცქოცურმა ბანდამ ჩაახშო, რომელიც დემოგრაფიას აბორტებს ეხებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ბრძოლაა საჭირო საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სწორედ აი ანთიმოზივერიერისეული თავგანწირვაა საჭირო, რომ ერი გადარჩეს. თუ არა ჩვენ დანარჩენი ვიქნებით აი რიტუალის შემსრულებელი ქრისტიანები, არ ვიქნებით შინაგანად, სულიერად ქრისტიანები, ცირა მარტო პირჯვარის გადაწერა, ჯვრის ტარება არ ნიშნავს შე რომ შინაგანად ხარ ქრისტესთან. ქრისტესთან უნდა იყო მთელი შენი სიცოცხლით, შენი მოქმედებით, შენი ცხოვრების წესით და შენი თავგანწირვით სამშობლოს წინაშე. უპირველესად ქრისტე მაგას გეუბნება, როცა ეკითხებიან
მისი მოწაფე მოციქულები ხო სიყვარული აბა რა არისო რო აგვიხსენიო მაშინო რა სხვადასხვა მაგალითები რომ უფრო ის ამისა სიყვარული არავის აქვს ოდეს თავი თვისი სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის ანუ სიცოცხლე გაწიროს მეგობრისთვის ოჯახისთვის სამშობლოსთვის ქრისტე გეუბნება და თუ ამისი მაგალითი არ მიცა ეკლესიამ და მარტო რიტუალები ვასრულეთ დაიღუპება ქვეყანა კარგად გამიგეთ მე როგორც თეოლოგიის დოქტორი გულმტკივნეულად ვამბობ ამას იმიტომ რომ ხშირად უნდა ვილაპარაკოთ დემოგრაფიულ პრობლემებზე აი ამას წინათ გადაცემაში მეუფე ანანია ჯაფარიძე ყავდა და აი დიდი ტკივილით ილაპარაკა საოცარი ორტომეული აჩუქა საზოგადოებას აფხაზეთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში და საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაზე საეკლესიო საზღვრებზე მარტო ერთი ადამიანი კი არ უნდა ლაპარაკობდეს ეს უნდა იყოს მთლიანი საეკლესიო პოლიტიკა მთლიანი ის რომ ჩვენ წაგვრილი გვაქვს უამრავი მიწაწყალი მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არა აგერ ტაოკლარჯეთი აგერ დავით გარეჯი მე მაგალითად გამიკვირდა როდესაც პატრიარქი იყო დავით გარეჯი და ორი სიტყვა არა თქვა დავით გარეჯთან დაკავშირებით რომ ეს ჩიჩხიტური და ეს ისენი ესე უკანონოდ აქვს წაგვრილი აზერბაიჯანს კი ბატონო ჩვენი მეზობელია ჩვენი მოძმეერია და კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს და აი მაშინ ვამბობენ აი გაზეთ გვეხმარება სამაგერო ჩვენი წყალი მიდის იქ ჩვენი წყალი მიდის მაგას რატო არ ვამბობთ რომ ჩვენი წყალი მიდის აზერბაიჯანში დასავლეთ წყალზეა ლაპარაკი ხო თან ამას პლუს მიწასაც თუ გართმევს ახლა ხო აი იცით რა არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში რომ სწორედ აი ეს პროცესები სახელმწიფო მართვის პროცესები აი ესეთ მარიონეტულ რეჟიმში მიმდინარეობს ანუ არსებობენ ნაზირ ვეზირი მარიონეტები რომელთაც ზოგს ქვია პარლამენტარი ზოგს პრემიერი ზოგს ვიცე-პრემიერი თუ სახელმწიფო მინისტრი თუ მთავრობის წევრი თუ რაღაცა მაგრამ სინამდვილეში ერთი ადამიანი განაგებს ამ ყველაფერს და ახლა წარმოიდგინეთ რომ ბოლო პერიოდში კანონიც მიიღეს რომ აი რო გეუბნება ესე იგი მთავრობა რო გეუბნება როჩი ცხოვრება გაუმჯობეს და აი უკეთესობისკენ მივდივარ და ამ დროს ესე იგი ყელში გიჭერს კამანდას და შენ რო თქვა რომ ეს რას მიშვები კაცო როგორ მახჩობ და რაღაცა თუნდაც ცხელგულზე რაღაცა ისეთი უკმეხი სიტყვა უთხრა შეიძლება დაგაჯარიმოს ანუ ჩვენ უკვე ფაშისტური დიქტატურის ნიშნებს ხედავთ დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობაში იმიტომ რომ შენ მე სიტყვის თავისუფლებას მიკრძალავ მე თუ შენ უკანონოდ გიწოდე რამე ხო და უკანონოდ და არასწორად დაგიძახე რაღაცა მაშინ კი ბატონო დამსაჯე მაგრამ როცა შენ ამას იმსახურებ და უფრო მეც იმსახურებ ხო როცა შენ მიძვირებ წამალს როცა შენ მიძვირებ ჯარიმას და საერთოდ ჯარიმებით ავსებ ბიუჯეტს როცა შენ პირდები რომ მოხვედი ხელისუფლებაში და 100 თუ 1000 თუ მილიონი საწარმო უნდა გახსნა როცა შენ მოდიხარ ხელისუფლებაში და ამბობ რომ ბენზინი იცი რა ეღირება ლარი თუ ლარნახევარი და 4 ლარზე ადის ბენზინის ფასი როცა შენ უფასო ჯანდაცვის მომსახურება არ არსებობს ფაქტიურად და სასტრაფოთი რომ მიყავთ ეხლა ახალის რომ მიიღეთ და სასტრაფოთი რომ კაც მიიყვან და იმასაც ფულს გადაახდენებ აგერ ეხლა ჩემი ახლობლები ავარია მოხდა ჯვრის ქვემოთ ამას წინათ სამარშრუტო ტაქსი უკნიდან დაეჯახა მანქანა და წარიყვანეს ეგრეთ წოდებულ გერმანულ იმაში საავადმყოფოში და კიდე ფული გადაახდენეს კაც დაჭეხილ ხალხს ხო ტვინის შერყევით და ესე და გაუბედურებულს აი როცა ეს პროცესები არ არის დარეგულირებული თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ ევროპაში არის უფასო საავადმყოფოები რატო არ არის ახლა პარიზში მაგალითად რამდენიმე საავადმყოფო უფასო ხო რატო აქ არ არის ეს საავადმყოფოები უფასო მაშინ აი ეს ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ამ დროს თუ ადამიანმა ხმა მოიღო კიდე აქე დაჯარიმება. თუ ხმა მოიღე და თქვი რომ იცი რა თუნდაც შეუკურთხოს ხო გამწარებულმა ხო მე არ ვიწონებ ამას მაგრამ რაღაცა სახელწოდება უწოდებს თქვა შე გარეწარო შე არაკაცო შე ნაძირალა და რაღაცა შეიძლება იმან გიჩივლოს და დაგადონ 2000-იანი თუ 5000 ლარიანი ჯარიმა. აბა რა უნდა თქვა ესე იგი
რა შაქარყინული ამბოგდის პირიდან რა მართლაც ესე იგი აყვავდა ჩვენი ქვეყანა და ვარ ბედნიერები და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ახლა როცა მიწის დამუშავებას ვერ შეძლებს გლეხი, როცა 4 ლარი ღირს დიზელის საწვავი, როცა კიდევ უფრო გაძვირდება სატრაქტორო მომსახურება, როცა სატრაქტორო პარკები დახურე ის რაც თავიდან მოიტანე ხო და მიწებს უხნავდი ხო პირველ წელს და მოუხნეს მიწები და რაღაც რო ხალხს ვითომ დაანახეს რო ის რას უყურებს შენი სოფლიო ბანკს თუ რაღაცა კორპორაციებს სოფლიო ორგანიზაციებს შენი ერი გეღუპება ამიტომ აი ლუკაშენკო ვახსენე ლუკაშენკო არის პრეზიდენტი რომელსაც თავისი ეროვნული პოლიტიკა მიყავს რომელსაც უყვარს თავისი ბელარუსი ხალხი და თავისი ერი უყვარს და აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს იგი როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში. სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ პარლამენტარებს თავისი ერი ეზიზღებათ, ქართველი ერი ეზიზღებათ. არ ვიცი ახლა მე მათი დნმ-ის ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ გენეტიკურად რამდენად ქართველები არიან ჩვენი პარლამენტის წევრები და მთავრობის წევრები, სხვა საკითხია, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ მათ ქართველი ხალხი არ უყვართ. ქართველი ხალხის ძულთ, თორე შენ რომ ეროვნულ პოლიტიკას ატარებდე, ეროვნულ სახელმწიფო პოლიტიკას ატარებდე, თქვათ, ეროვნული წარმოების განვითარების, ეროვნული სოფლის მეურნეობის აღორძინების კუთხით, იგივე ეროვნული განათლების სისტემის აღორძინების კუთხით, და ეხლა რომ მიქანაძემ და მან რა ქვია, კობაღიძემ დაანგრიეს ფაქტიურად მთელი განათლების სისტემა, ხო? უკან წაიყვანეს ყველაფერი, იმის მაგივრად რომ მხარში დადგომოდნენ ხო და აი არის ესეთი და თითოეულ ადამიანი თუ იღებს ამაზე ხმას ესე იგი ტაშის მკვლელები და ვაზელინ წასმული მლიქნელების გარკვეული ჯგუფი რა თქმა უნდა ბედნიერები არიან რომელსაც რაღაცა ლუკმას უგდებენ და ამ დროს იღუპება ყველაზე მთავარი ჩვენი პატარა საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომელიც თვალს და ხელს შუა ილევა თავის დემოგრაფიით თავისი მეურნეობით, თავისი მარგიწიაღისეულით, ყველაფერი არის სხვის ხელში, ჩავარდნილი, ფაქტიურად თავის სამშობლოში, ქართველი კაცი, რომლის წინაპრებმაც მოიგეს შამქორი, ბასიანი, დიდგორი, მარტყოფი, ქსანი ქარჩოხი, სხერტატაშის კარის, ომები და ასპინძის ომები და ასე შემდეგ, ფაქტიურად არის ცარიელ ტარიელი უღარიბესი, გამომწყდეული ჯარიმების ქვეყანაში კატასტროფული წამლების ფასებში კატასტროფულ სიტუაციაში როცა არის ყველაზე დამცირებული თავის სამშობლოში ქართველი კაცი ყველაზე დამცირებულია ყველაზე დაჩიავებულია და ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს დიდი მადლობა ბატონო ვაჟა დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ეთერისთვის და თუ შეიძლება ლექსით დავასრულებ. ეს არის ახალი ლექსი მადლიერებით მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ ასავალ-დასავალმა დაბეჭდა საქართველოს დავეცებ. და აი დღევანდელ გადაცემას ალბათ მოუხდება სწორედ ეს ლექსი ლეხურასთან საქართველოს დავეცებ სამთავისთან ჩავამთავრებ ლოცვას ჯვარი ბწყინავს სხილოს ციხის კარებზე ძლევის ქედზე მზი ამოდის როცა ქართულ მიწას ჰექტრობით აყიდიან, ადრე გულზე რომ იყრიდნენ მუჭას, კახელისთვის ალაზანი დიდია, ჩინელის და არაბისთვის ჯუჯა, ფეოდალურს ხედავ დემოკრატიას, არც მახვილი, არც ხანჯალი წელზე, მამულს აწევს ლურჯი ფერის მანტია, აქვე ქართლშიც საქართველოს ვეცებ. დიდი მადლობა. მართლა ძალიან ემოციური დასასრული გამოგვივიდა დღევანდელი გადაცემის და მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონო ვაჟა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.